გოჯის შესვლის შემდეგ შევდივართ საიტზე, რომელიც არის მთელი მონაცემები მოცემული მსოფლიოს მასშტაბით. აქ ვეძებ საკუთარ უზრუნველყოფ ქონება, შემდეგ კი გადავდივართ საკადასტრო მონაცემებზე. ციფრული არჩევი პროგრამის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ელექტრონული საიტები, როგორც OMyGoji, MassGoji, Maps.Goji, IDG და სხვა მრავალი, რომელიც გვეხმარებოდა სახლიდან გავუსვლელად, იუსტიციის სახლში წავუსვლელად, გვესწავლა და გავუკეთებია უზრუნველყოფი ქონების შემოწმებები, სხვადასხვა გადარიცხვები, შემოსავლები, IDG-ს დახმარებით საკუთარი პირადი მონაცემების დამუშავება და პირადობის მოწვევის ვერსიად გადაქცევა, რომელიც სხვა ძალიან ბევრ საიტში გამოგვედგებოდა. ეს ყველაფერი დაგვეხმარა იმაში, რომ საკუთარი მონაცემები გამჭვირვალე ყოფილიყო. ჩავატარეთ 11 პროექტი თვითონ კურსი, რომლის დახმარებითაც აქედან 6 ხანდაზმულ შევასწავლეთ ამ საიტების გამოყენება, 3 ხანდაზმული ჯერ კიდევ კარგად იყენებს ამ ყველაფერს, ხოლო 2 კი ჭირდება დახმარება, რომელსაც მე და ჩემი თანაგუნდელი დეკლა ვუზრუნველყოფთ და ჯერ კიდევ ვასწავლით მათ. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად დაინტერესება მოჰყვა RSG შემოსავლების სამსახურს, უზრუნველყოფი ქონების ხელშეკრულებების ნახვას და მათ შევასწავლეთ საკადასტრო კოდის მიხედვით ნახვა ამ უზრუნველყოფი ქონებების. Maps.Goji-ზე ძალიან კარგად ეძებენ საკუთარ უზრუნველყოფი ქონებას, თუმცა უჭირთ მე საკადასტრო კოდის დაწერა და დოკუმენტის ნახვა, თუმცა ამ ყველაფრის პროცესში ვართ და გვინდა რომ კიდევ უფრო კარგად შევასწავლოთ მათ ეს და ეს ამ პრობლემის გადაჭრა.